მშვიდობისა ქართველებო, როგორც შეგვიძლით 12 საათზე ექნებოდა ცოცხალი ეთერი. შემოვედი კიდევაც. აბა, რამდენი ხართ ნახოთ ჯერჯერობით. ხალბატონი ნატო შემოვიდა ფაცვანია. შემდეგ 2-3. კარგი, ხა დრო რო არ გაგვეწელოს, ამიტომ მე შევეცდები დავიწყო ეხლა და შეიძლება ასე ვთქვათ კომპაქტურად, მაგრამ ეს კომპაქტურობა მაინც გაიწელება, ვინაიდან დიდი ხანია ჩვენ არ ვისაუბრია ერთმანეთთან, დიდი ხანია პაუზა გავაკეთე და ასეთი პაუზები მე ვინც მიცნობს, მან იცის რომ ასეთი პაუზები მე ხშირად გამომდის, მაგრამ ეს პაუზა არ იყო. ეხლა რაც იყო ეს პაუზა არ იყო. ეს იყო დიდი ბრძოლა, ასე ვთქვათ, ისევ და ისევ ჩემ თავთან, მე სხვასთან ბრძოლა უფრო მიოლდება, ვიდრე საკუთარ თავთან. ბევრი რამ იყო გადასახარში, ბევრი რამ იყო გადასახარისხებელი და რა ვიცი, ხა ყველას ის მოსწონდა, რომ მე თქვენში ის მომწონს ბატონო დავით, რომ აი თქვენ არ ნებდებით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს კაცმა არ იცის, ეს არ დანებება თუ რა ხარჯად მიждდება ყველაფერი. მე აქ არ გულისხმობ მატერიალურს. ამიგეთ? ხო, ბოდიში დღეს არის 19 აგვისტო, მთელი ცვალების დღე არის და გილოცავთ მეთმაქანას რომ ფერი ეცვალოს ქართველობას და შემდეგ მთელს კაცობრიობას. მოკლედ, მეგობრებო, ეს დრო მომინდა მე იმისათვის, რომ გამეტარებინა ფიქრი და ეს ფიქრი არის ბრძოლა საკუთარ თავთან. ძირს თუ არ ის ამ ბრძოლის გაგრძელება. რო გითხრათ, რომ ეხლა კიდე გადაწყვეტილი მაგ და ვაგრძელებ ბრძოლას თქო, თავს მოვიტყვიებ და თქვენც მოგატყვიებთ ალბათ. გამიგეთ, ვინაიდან ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რა ნაბიჯებს გადადგამთ თქვენ. დიახ, ჩემო კარგებო, ვინაიდან მოდი პირდაპირ ვთქვათ, მე კარგა ხანია გაღვიძებული ვარ. ჯერ კიდე 1994-ში, 15-ში, 16-ში მით უმეტეს და შემდეგ ნელა ვიღვიძებ. ერთი უცებ ვერც მე გავიღვიძებ, უნებრივია, იმიტომ რომ აი ესეთ ჯოჯოხეთში ვიხარშებოდით იმ დროს. და შეუძლებელი იყო საერთოდ რაღაცაზე ფიქრი და რაღაც ნაბიჯის გადადგმაც, ვინაიდან იმ პერიოდში ვისაც ახსოვს, სხვა როდესაც პური საშუალებლად დარბოდა და ბევრ რაღაცას კადრულობდა და ერთი ამბავი, მე ჩადგული ვიყავი წიგნებში. თუმცა, წიგნებმა ახლა დიდი ვერაფერი ვერ მომცა, ვინაიდან წიგნი არის დაბეჭდილი და ვინც წიგნებზე აგებული და მიღებული აქვს რაღაცა ცოდნა, მას არ ქვია განათლება. გამიგეთ? ამაზეც მე ვილაპარაკე. და მივედი იმ დასკვნამდე, ღირს თუ არ ღირს, ჩემო მეგობრებო, ვინაიდან არ არსებობს საკითხი, რომ მე არ განვიხილე. და რაც კი პრობლემა კი იყო საქართველოში, საქართველოს თავს მოყოლებული და შემოგდებულიც და მე მსოფლიოშიც, არ ვიცი, არ დამიტოვებია არაფერი. აი სექტორი არ დამიტოვებია, გამიგეთ? თანაც იმ დონემდე გავარჩიე ეს ყველაფერი, რომ დიდი ტელევიზიებიც ვერ ახერხებდნენ იმხელა ინფორმაციის ასე გადმოცემას. თანაც ფაქტებითაც. ბევრი ვიბრძოლეთ, თუნდაც აი ბოლო პერიოდში იყო კოვიდის საკითხი და მივაღწიეთ მინიმალურს. კიდევ ვამბობ, რომ აი ეს რო თითქოს თბილისში შემდეგ
არავისგან ცნობილი და პოლიტიკოსი რო არის, ვასაძეს ძმა კაცი როა და მასონები რო არიან, ყველა ბოლოს გამოერჩო იმას ქალაქში თბილისში, შეკრიბა ხალხი და ვითომ აი ჩვენ დავამარცხო კოვიდიდან. გამიგეძოთ, რომ დავიწყოთ ერთმა და ორმა ადამიანმა. რომელიც რეალურად ვიყავით ოპოზიციაში ასე ვთქვათ. და ხალხმა მაინც მას დაუჯერა. მაგრამ მანამდე რასაც ვამბობდი ესეთი, გაითვალისწინა ძალიან მცირედ მაგ. რატომ? იმიტომ გვერევიან ეს დიდი მონსტრი მასმედიები. ხომასი? კი ბატონო. ვითხოვე ერთხელ, ვითხოვე ორჯერ, ვითხოვე სამჯერ ტელევიზიის გახსნის შესახებ, მაგრამ მაგალითად წელიწადნახევარი გავიდა და ტელევიზია ვერ გავსწრე. რატომ? იმიტომ რომ ეს თანხა ვერა და ვერ გროვდება. რატომ? იმიტომ რომ მოლაპარაკე ბევრია, ენის პანა ბევრია მაპატიეთ, მაგრამ საქმე და რეალობა სულ მონაწილეობს მაქსიმუმ 120-დან 175 ადამიანი. ეს არის უბედურება და მწარე რეალობა. ამიტომ ვიფიქრე, ღირს კი ამდენი ისა რა ქვია, თავის გადადება, წვალება, ტანჯვა, ლანძღვა, გინება, საროვილების მეტი რა თავში ნაჭუჭი რო აქვს, ხო? არ ვიცი, მე ხლა ეს ლაივი იქნება ყველას და ყველაფერს რო შეეხება ისეთ, ყველას და ყველაფერს. თითქმის რაც შეიძლება თუ არა, იმდენი მაქვს დაგროვილი გეუნები და ის 7 ტერაბაიტი სამახუko რა, ის რა ქვია, კომპიუტერი უკვე ძლივს მუშაობს. twini არა ვარ, ცალკე მაქვს კიდე ის რა ქვია, დასაძახიანი, მაშინ მაქვს კიდე ჩატვირთულები 7 ტერაბაიტი ინფორმაცია და რამდენი მაქვს სათქმელი, ცით, აი ესე რომ მოგადგება, იმ წვერზე კი არა, აქამდე რომ მოგადგება და რომ ვერ ამბობ, ხო? რაზრია ხო ვფიქრობ, მაგრამ მაინც ვინახავ და ვეღარეთება უკვე ეს ყველაფერი. ნეტა იმ დღეს მოვისურვო დამსვა ვინმე და 24 საათის განმავლობაში პირს არ გავაჩერებია. იმდენი რამეა სალაპარაკო და გადმოსაცემი ქვეყნის. გესმით, იმიტომ რომ ძალიან გართულდა ცხოვრება, ინფორმაციულადაც კიდე გართულდა ცხოვრება და ამიტომ თუ არანახე ხალხს, რაღაც ნათელი წერტილი, ანუ რეალობა, სიმართლე თუ არანახე, ხო, მაშინ მიყვება აი ამ დინებას, მიყვება აი ამ ტყუილებს, ასე ვთქვათ, იმ ზომბირებას და არის დაზომბირებული ხალხი. ხედავთ, სანამდე მომედი ხალხმა, ესე იგი იმართება კონცერტები, შოუ ქვია ხამანაც კონცერტები, შოუ ქვია, ყველაზე დიდი ყურებადი შოუ არის. მასკაც რო ისწია კაცო რა ქვია მაგას. დამანახე შენი სახე თუ რაღაცა, აი ამ ხელა კაცი, ქალი, წარმატებლები ყველა, ესე იგი გამოდის სცენაზე, აქ ის ჟიურში ზიან ეს სპეციალურად შექმნილია ეს რეკლამა და იმას, რასაც ჩვენ ბავშვობაში თამაშობთ, ბავშვობაში, ჩემთელა ვირი, ხალხი, ქალი, კაცი, მოკლედ არა არის, მნიშვნელობა ხალხოგიანი, უღაზოა, ყველა იქ არის. აბა დამანახე შენი სახე. აბა დამანახე შეიძლება. გესმით ახლა რა დონემდეა დაყვანილი ადამიანის, ზრდასრული ადამიანის, ვითომ ზრდასრული. აი, აქამდე დაიყვანეს. რაც ბავშვობაში twini ხონდა, ხო? იმ twinამდე ჩამოგიყვანეს. იმ დონეზე გაგვაბიტურეს. ხო, ლამაზია საყურებლა, ხო, რა თქმა უნდა, ჩემო კარგებო, აბა, იმიტომ არის რეკლამა, იმიტომ ხდება ფული, რომ ხალხი გადააზომბირო. გამოაჩლუნგონ. მაბადიეთ, ახლა ბევრი თქვენთაგანი კიდე შეიძლება რომ ამას უყურებდეს, მაგრამ ხახო ამას ბავშვობაში ვთამაშობთ. რაღაცა ჩავიცვამდით, რაღაცა მიმიკებს გავაკეთებ, ჟესტიკულაციას და ხან რაღაცა და აბა ვინ არის, გამოიცანი, ხო? აბა დაგვანახე ვინ არის, რომელი ხარ და ასე შემდეგ. ეს არის უკვე უმაღლეს დონემდე აყვანა. ასე რომ მიდის ადამიანის გამოშტერება, მერე ძნელია ხალხო იმ სიმართლის თქმა, კი გითქვია რატო სიმართლე, მაგრამ გაიგებს მას 1000-დან ნუსხაზე 7-8 კაცი, ხო? დანარჩენი 92-93 კაცი თავზე გესმის და განძღავს.
გაბითურებს, ესე იგი მე თავის გვერდზე გადავა იმას ეყვის, ის სულელზე ის დებილია, ის არის. ესე იგი ჩემი შეგითხარი ის პრინციპია, გამიგეთ, მაგრამ ამას ასე ვერ მოვედი. მე რამდენჯერ თუ შემოგარგებო, რომ როდესაც რაღაცას ვამბობ და როგორ მოვერიოთ, რომ მეუბნებით, ხო? მარტო მე რომ ვამბობ და ვიღაცები კიდე საფითავოდ რომ ვამბობენ, ეს არ კმალა და მოსმენა, კი არ კმალა, ხალხო. ამას ჭირდება გადაზიარება. გამიგეთ, ეხლა ბევრი მაშინაზე ბევრჯერ ვილაპარაკებთ, ზოგი ამბობს მე ჩემს გვერდზე ვერ გავაზიარებ, იმიტომ რომ ისინი ბევრი წერტილებია, ხო? ну კაი ჯანდაბას რაღაცა სამსახური გაქვს, ან აი რაღაცა საკითხია რომ ვერ დადებ, ხო, მაგრამ მე ხომ ერთ საკითხით არა ვარ შემოფარგლული, ხო, მე ვარ უამრავი საკითხი. რაც კი პრობლემა არსებობს, ხო? არ დამიტოვებია პატარა ხვრელიც კი ჩუჩურტანაც კი. გამიგეთ? და თუ თქვენ, ну კაი ვერ გააზიარებ, ხო, კონკრეტულ საკითხს, ვიდეოს. თუ შენ მეგობარში, მეზობელში მაინც არის ლაპარაკე, უცნობში და ნაცნობში იქაც თუ არის ლაპარაკე. მაშინ გამოდის რა, იცით მე ვსწავლობდი ინსტიტუტში, მაშინ იყო ისეთ რაღაც დაჩოთკას ეძახა მატრიკული, ხო? და ვინც უნდა სწავლობდა, მაგას უწევდა 3 მილიონს. გამიგეთ და მე ფჩხილებში ეწერებოდა დამ წერტილი. ეს ხო დამაკმაყოფილებელია. გესმით? ანუ უბრალოდ რო ესწრებოდა. ну მოისმინა ვითომ, მაგრამ რადგან რომ მოისმინა, ხო? იმას გეუბნებით, ესე იგი, და მე ამას ხუმრობით ვამბობ, დამ სულ ჩამოყალიბებული იყო და სამიანები, გესმით? და გამოდის ესეთი სიტუაცია ხალხო. რომ სიტუაცია აქ რამდენიც არის ხალხ მაყურებელი, ხო? იქიდან რეალურად ვინც არის მოქმედი ასე ვთქვა და ვინც აზიარებს, კიდევაც აქტიური არის, ვიცი, ბევრი მეგობარია, ну ბევრი ქვია ხა რო არ არის მათთან შედარებით, ეს არ გამიკეთებია დამავიწყდა პოზიში, რომ აქტიურად ხარს მიჭერენ, მეც მიკეთებენ ასე ვთქვა რეკლამას და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ძალიან მცირე ნაწილია ხალხო, იმასთან შედარებით, რაც მყავს მე აქ მაყურებელი. აქ არ ვაკეთებ მე იმას, რომ აი ბევრი შემოდის უნდა დამეგობრება, მაგრამ არ შემოყვს. არ შემოყვს, იმიტომ რომ ზოგს ერთი რამ მოწონს, იმიტომ მომეწონება ბატონო თქვენი გვერდი რომ ესა და ესა, მაგრამ რო შემოვიყვან მე ის მეორე არ მოეწონება, ან მესამე არ მოეწონება, ან მეოთხე ვინმე საკითხი არის მრავალფეროვანი და სიმართლე ხება ყველა ფერს და ყველა საკითხს. ის როგორც ეშმაკი შემოვიდა ყველგან და ყველაფერში. გამიგეთ? ამის შესაბამისად მე სადაც ვნახავ და არ არის სექტორი დატოვებული დედამიწაზე, სადაც ეშმაკის ფეხი არის დადგმული და შესული და ყველაფერი ესე იგი არის სატანისტურად გაკეთებული. და ჩვენ კიდე მას მივყვებით ის როგორც აი ზაბა გამოიცანი ვინ არის შენ ხმა ჩამოიხსენიო შენი სახე და ასე შემდეგ და ასე მიღან. ეხლა ბოლო დროს კიდე გამოჩნდა ხალხმა უკრაინაზეც მინდა საუბარი რა ქვია, რავი, რაზე არ შეიძლება საუბარი ხალხო არის, ну ეხლა ამერიკაზე უნდა ცხელწელი ამბები ყველას, ხო? შემოგარგებო, მანამდე კიდე იყო მაგის იმას ყველაშორის შეკვირდით მე თქვენ უკრაინის მხარდამჭერები რო არიან და რო იძე რუსკი კარაბლი იდი ესა და ეს ხო იცით, ხო? მაგაზე კიდე მოგაწოდეთ მეთქი ვიდეო დოკუმენტს, რომელიც ვერ მოახერხე. ეხლა მე დღეს გამოვიდნენ ცარილი ხელებით, ეხლა ვერ ვაკეთებ ამასა და საერთოდ არც გამიკეთები არაფერი, იმიტომ რომ ну თავად ხვდებით ეხლა რომ უკვე გულება გაცრუებული ასე ვთქვა. მოკლედ, რუსკი კარაბლზე მოხდა ესეთი სიტუაცია რეალობაში. ჩვენ რო გვეუბნებიან ეს არის ზღაპარი ხალხი. და რეალობაში რა მოხდა? შავ ზღვას, ანუ უკრაინას ესე იგი ესაზღვრება, იქ არის ზღვისპირიდან რამოდენიმე კილომეტრში ქალაქი ოჩაკოვო. სადაც არის ამერიკული ბაზა. იქ შემოდიოდა მაშინ ყველა იარაღი. აბსოლუტურად ყველა და ბაზა იყო და იქიდან აწევდებოდა მერე ყველგან, გამიგეთ? იქ არის ძალიან წვრილი ყელი.
ძალიან წვრილი ყელია, სადღაც 100 მეტროვან მაქსიმუმი. ანუ ორი მიწა კუნძულებით უერთდება ასე, მე შესასვლელი და მე იქ არის ოჩაკოვო. გესმით? აი ამ 100 მეტროიან ასე იგი პერიმეტრში რუსეთის ფედერაციამ გაიყვანა გემი, რომელსაც ეწოდა მოსკვა. ეს სპეციალურად გაკეთდა. და დააყენეს სწორედაც რომ აი ამ შუალედში. იმათმა რა თქმა უნდა დაინახეს მიზანი და უბათქუნეს და ჩაძინეს. და დაიწყეს ყვირილი, აი რუსკი კარაბლი და ეს გიყავით და ეს გიყავით. გამიგეთ და არა და ეს იყო ტექნიკურად დათვლილი ესე იგი სამხედრო მანევრი, რომ აი არიფებს რომ მოსკვა მიაწერეს თანაც, მოსკოვი მიაწერეს თანაც და რომ დაინახეს ამ ხელა გემი და ჩავძირეთ. და გეგმა იყო შემდეგში. ეს ყელი 100 მეტროიანი, 105 თუ რაღაც მეტრია და გემიც კიდე იმ ხელა იყო თითქმის. ეს რომ ჩაიძირა, ჩაწვა სკერზე. გამიგეთ? და ელემენტარულად დიდი გემი ვერ გადიოდა, ვერ შემოდიოდა. ვერ გადავიდოდა. ამით რუსებმა გააკეთეს ესე ტექნოლოგია, რომ გზა გადაუკეთეს იარაღების ბაზის მომარაგებას. გესმით? და მე ამათმა დაიხურეს ხელთან, ხა ჩვენ ხო იცით როგორი არიფები ვარ, ყველაფერს ყველა წამოვეგებით და ვიმეორებ რუსკი კარაბლი ასე და შემდეგ და ასე და უხარიათ. ეს ერთი. ეხლა რაც მოხდა ბოლო დროს არ გამახვილდა მაგაზე დიდი ყურადღება რატომღაც, რომ თუ არ ვთქვი კამჩატკაში მიწისძვრა მოხდა, ხო? ეს არის ტერიტორია, რომელიც აი დღეს რო ალიასკა და ეს რო ისეთ ახლოს არიან ესენი, რომ მოხდა იქ მიწისძვრა, სერიოზული, ხო? რუსეთის ტერიტორიაზე. და აი ყველა მასაკან რომ აი რუსეთს ახლა დაეტირება და ერთი ამბავი და მაგრამ რატომ ასე ვერ დავაფიქსირეთ ის რომ მეორე დღესვე მოხდა ამერიკაში დიდი ცუნამი, რომელსაც წალეკა 3-4 შტატი. იმიტომ ეს ყველაფერი მოგესალმებით. ეს ყველაფერი ვიდეოთ რო განახოთ იქნებოდა იდეალური, მაგრამ მე უკვე ამის არც ხათრი მაქვს, არც როგორ გითხათ, გესმით? და გიყვებით ახლა, ვინც გაიგებს, ვიცი გზელი ვიდეოც გამოვა, მაგრამ რა ვქნა. ესე იგი, ეს მოხდა ჩემოკარგებო ყველაფერი, აი ჰარპის მეშვეობით, ნუ ბევრმა ალბათ იცის, ეს არის ამინდის მმართველობის ობიექტები, რომელთაც შეუძლიათ ამინდის შეცვალა. მიწისძვრაც, წვიმას და ერთი ამბავი. ეს ესე იგი, იმის პასუხი იყო, როდესაც ტრამპი ასე ვთქვათ, ცოტა იმას კვლევს აღრიჭინებდა და პუტინმა გაუშვა ერთ ადგილას. გესმით? და გაუკეთეს მათ მიწისძვრა. მეორე დღესვე პასუხი გასცა რუსეთის ფედერაციამ და სამ შტატში იყო უდიდესი ცუნამი. ამ მაშინ გაიგო ამერიკამ, რომ რუსეთთან შეუძლებელია იარაღის ენით საუბარი. ეს იყო ბოლო წერტილი. სწორედ მაგის შემდეგ დაიწყო ტრამპმა უკვე, ასე ვთქვათ, სამშვიდობო პოზიციაზე გადასვლა. გესმით? მანამდე არა. მანამდე სანქციას გავაკეთებ იმაზე, დედას გიტირებო თუ არა და ჩვენ ჩავერთვებითო ამას გიზამთ, მაგრამ როგორც ეს მოხდა, აი როგორც იცით, აი რომ ალიყურს რო გასწრამ და ავტომატურად უცებ რომ მოხდება აქეთ პასუხი. აი ესეთნაირად. აი ეს უკვე მართლა იგრძნო, რომ შეუძლებელია მასთან, რუსეთთან იარაღით საუბარი. და გადავიდნენ ქეთამეთ მშვიდობიან ფორმატზე და ნახეთ ახლა რაც მოხდა, ხო, ბოლო დროებში, დღეების განმავლობაში. რა მოხდა, რა მოილაპარაკეს? ეს რო სხვა საკითხია და თუ გინდათ მაგათაც გეტყვით. ამაზე მე რამდენი ხანია წინათ გითხარით 2 წლის უკან ვიდეო მქონდა 3, 4, 5, რა ვიცი რამდენი. ხო? რომ თანაც იმაშიც არის ხო კაცო, ისიც რო განახეთ და დაგინაწილეთ და ისე განახეთ ყველაფერი. უკრაინაში რო არის ფილმი, ამერიკელებმა გადაიღეს ფილმი პრეზიდენტად რო თამაშობს კაცო, არ მახსოვს, სლუგა ნაროდა როგორ არის კაცო. ხო, როგორ არის იქ უკრაინა დანაწილებული. როგორ არის უკრაინა დანაწილებული. გესმით?
თანაც ის ნაწილიც მე ცალკე კიდევ ახლა კიდე წინახევრის უკან სადაც ზელენსკი ზის თავის მინისტრებთან და ამბობს რომ მეგობრებო ერთი რამ უნდა გითხრათო რომ ჩვენ უკვე ის უკრაინა აღარ ვიქნებითო ის ლიბერალური ქვია უკრაინაო არამედ ეს იქნება უკვე მაგრამ დიდი ისრაელი რო იქნებაო ეს კიო ეს ხო რეალობა ყველაფერი განახეთ ხარ რა ვიცი ვთქვი გავაკეთო რემიქსი ნუ ყველაფერის მიქსი გავაკეთო უფრო სწორედ და რა ვიცი ვინ როგორ გაიგებს ესეა რა მე იმიტომ გიყვებით ამას რომ არაფერი არ მომიკელია აი წერტილი არ დამიტოვებია სად რა ვინ რა ხდება და რა ამბავი შემდეგ ვილაპარაკეთ ბიბლიაზეც ვილაპარაკეთ შემოკარგებო რამდენი მე დახურულ სივრცე გავაკეთე დახურულ სივრცეში კიდევ გავხსენი ბჭყალები და ბევრი რამე ვილაპარაკე მე ზოგიერთი აქეთ საჯაროზეც გადმოვიტანე მოკლედ ნუ რა ვიცი აი ახლა მოგიყვებით კიდე ამ ამბავს ახალხანს კიდე სამეზობლოში გარდაგვეცვალა 9 წლის ბიჭი ბავშვი და იქ ბევრის მრევლი იყო ნუ სამრევლო ხალხი მრევლს რო ეძახის ისეთი ხალხი ვაიმე ძალიან ცუდად არის საქმე ხალხო იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრია მრევლს რო ეძახის თავი თავს ეს არის ძალიან ბევრი ესე იგი რო რაღაც კითხვა დავშვი ახლა იქ ხო მაგარი მასში არიან როგორ გითხრათ ახლა ჰიპნოში არიან მაგარ ჰიპნოში არიან მათი გამოყვანა შეუძლებელია მათი გამოყვანა შემოგარგება იმიტომ რომ მე ამაზე მქონდა საუბარი ესე რამდენი მრევლი რო არ და მოძღვარი რო ყავს ესეთი მე მწერდა პირადში და მე უნებოდა რომ ასე მივედი მოძღვართან და შვილმკვდარები კიდე რამდენი არიან ხო და რომ მივედი და რო ეს პასუხს მე უნებოდა რატომ ესე იგი რო ვიკითხებოდიო რატომ კაცო ბავშვმა რა დააშავა ხო რატო წაიყვანა ღმერთმა მე ისინი პასუხობენო რომ ღმერთო კარგები ჭირდებაო ბიჭოს და ამით კმაყოფილდებიან და აი ესე თავდაღუნული კი მადლობა კიდე მადლობა ღმერთს რო არ გადამრიო მაგრამ მე იმ ლენჩების იმას ვამბობ რომ ასე პასუხობენ და იმაზე ესე იგი ამას რო აჯერებენ გესმით ამაზე მე ცალკე კიდე მქონდა 2-3 ლექცია ხო ახლა თუ რატომ მიდიან პატარა ბავშვები ამ ქვეყნიდან ხა დიდები ხო გასაგებია ხა 80 წელს გადაცევის 70 კიდე ხო გასაგებია მაგრამ პატარა ბავშვები რატომ მიყავს უფალს თუ ეშმაკს თუ ვის მიყავს ცალკე მქონდა ამას საუბარი ხალხო და მე რასაც ვუხსნიდი ვინც მე მწერდა იმაზე იმით კმაყოფილდებოდა და ვის არა ქვია გულზე მოელბობოდა ანდა როგორ გითხარით ესეც გითხარით რომ ბიბლიაში თავიდანვე წერია თუნდაც იმაზე რა ქვია ბრვალია თუ ის რა ქვია დედამიწა თუ რაც არის და ზემოთ გუმბათი არის თუ არ არის თუ ცა თუ ერთი ამბავი ესეც იქვე წერია ესეც განახეთ ყველაფერი ხო მაგრამ შესაქმეზე თავიდან რო არის შესაქმეზე იქაც არის დიდი ასე ვთქვათ არასწორი რაღაცები ნუ ჩანს ყველაფერი აშკარად კაცო რა როგორ არის და ყველაფერი გესმით ან როგორ შეიძლებოდა ხალხო და აკვირდეთ ხარ როგორ შეიძლებოდა რომ ღმერთს გაეჩინა ადამი და მე ადამი შეესწინა ევას როგორ ადამმა არ გადაამოწმა ქალის მიწოდებული თუ რამისა ქალმა არის და ისე ბრმად დაუჯერა ესე იგი გამოდის რომ ეს ის ხატი არ ყოფილა რომელიც ღმერთმა შექმნა ვინაიდან თუ ღმერთმა თავის ხატად შექმნა ადამი და არა ევა ხო ადამი მაშინ ეს არის თავად ღმერთი და ღმერთი როგორ შეცდა ხალხო რომ მას შხამი მისცეს და ვერ გაიგო რომ შხამი იყო და შეჭამა აქ ნუ გესმით აი ამ ზღაპარში უნდათ იმ ურიებს ვიყოთ და ყველაფერი თუნდაც ის ხელზე კოცდა მამაოების რო არის ჩვენ რომ კოცნ ხელზე ერთი ამბავი იცით ვის წესია ეს სწორედ იმ ურიების წესია ეს ხელზე კოცნა ეს არ არის ჩვენი ეს არის შემოგდებული გესმით დღესაც იმ ჭაობში ვარ
ეხლა თუ გინდათ ამ დღევანდელ პოლიტიკაზე კიდე ვილაპარაკოთ, შემოკარგებო, რაც ხდება საქართველოში, მე უკვე დავამუშავე ეს საკითხი, აი ახალი ის რო არის გადადარჩენის ეროვნული რავი რაღაც. ნუ ხო იცით ახლა ვიზაც ვამბობ, ხო? ჭაბუკაშვილი და მაგის პარტია რო არის. აქეთ კიდე მეორეა, ყველაფერია თუ საჭიროა იმ კაცსაც გავხსნი, მაგრამ მე ბოლო-ბოლო დავამტკიცე, რომ ესენი მე თავიდანაც ვიცოდი, მივხვდი, მაგრამ მტკიცებულება ხომ მჭირდებოდა. დავამტკიცე, რომ ეს არის ისევ და ისევ ურიული პროგრამა. ურიული პროგრამა. დეტალიზაცია გნებავთ, ხა მე ვერ გავშლი ამას კომპიუტერი და ასე ვერ განახებ ლაივში, მაგრამ ხო გახსოვთ მე რომ აკაკი ჯორჯაძეს ის რომ ვამხილე იმის შემდეგ რაც მე დამიწყეს ძიძგილაობა. გესმით? რაც მე დამიწყეს ძიძგილაობა იმის გამო, შეუძლებლად რომ ამიქი და ვთქვი რომ ზვიადის სურათი მქონდა მაიკაზე და მაისურზე და ვთქვი რომ ხალხო გიღირდათ იმაზე ამდენი წელიწადი დღეს რაც აგართ რომ მე მომკალითო. გამიგეთ ზვიადის სიტყვები მოგიტანეთ მე. ხო გახსოვთ, აგის გამო დამიწყეს ძიძგილაობა. მე მოუვლი და ვამხილე ყველაფერი და ვამხილე ისიც რომ დოკუმენტურად ყველაფერი განახეთ ხალხს. დოკუმენტურად ვიდეოთი რომ თავად როდესაც ამბობდა აკაკი ჯორჯაძე რომ მე ილია და შევანძე ვწყვეტი და ყველაფერს. და მე რომ აკაკი ჯორჯაძე კიდე ურიების პროგრამას ეკაჩებოდა. ამიტომ არ გაგიკვირდეთ რომ ეხლა ამ ჭაბუკაშვილის იმასთან ესენი კიდე რო აღმოჩნდებიან. გესმით? რატომ იმიტომ ყველაფერი ეს არის ურიული. ყველაფერი არის ურიული და იმართება იმისგან, ვისაც მართავს ილია. რატომ იმიტომ ილია თვითონ კიდე ურია არის. ხო? ხო, ეხლა იმასაც მიმართავ შემოკარგებო, აგერ ნიკოლოზის მრევლი რო ხარ. სხვადასხვა გაგახსენებთ ერთ რაღაცას, ნიკოლოზის მრევლს. ლევან ფანსულაიას ცოდვა, რომელიც დღეს კიდე საგიჟეჩია. ვის კისერზეა? ვის კისერზეა შემოკარგებო? ჩემი? თუ თქვენი? აბსოლუტურად ყველას. აბსოლუტურად ყველა თქვენი, იმისი ვის დღეს ნიკოლოზს აღმერთებდა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ ლევან ფანსულაია გაწირეთ პრაქტიკულად. გაწირეთ, მოკალით ადამიანი. იმის გამო, რომ თქვენს გამო და საქართველოს და ღმერთის წინაშე მათ არ გეყოფილიყო ის კაცი, თქვენ რო ცოდვები ჩამოგებანათ, ის ახალგაზრდა ბიჭი წავიდა, იყისრა, ივაშკაცა და სვეტის ცხოვრებაში ჯვარზე ამდენი საუკუნე ურიების ქუდი, სატანისტების ქუდი რო იყო ის მოანძრო, ამის გამო ის ჩასვეს საგიჟეთში და თქვენ დაიგნორეთ ეს ყველაფერი. ამ ცოდვასაც წავუყვეთ. არ ვიცი, მაინც